მოგესალმებით. ჩემი ფისუნიებით დავიწყე დღეს ვიდეო. სულ ამ ხეზეს ხედა. ამ ხეზე, ამ გორტენზიის ბუჩქის ქვეშ სულ გააფუჭეს ეს ჩემი კოხთა ბუჩქი. გავისეირნოთ ბაღში, ვნახოთ რა სიტუაცია, რა ყვავის დღეისთვის ბაღში. 29 ივნისია. ახლოვდება ბოლოს ზაფხულის პირველი თვე. ესე იგი 9:30-ია და მზე გამოვიდა, უკვე დაცხა. რამოდენიმე დღეა ისეთი სიცხეებია. უფრო ადრე ვერ გადავიღე. სათიბებია ჩართული, მარჯვნივ, მარცხნივ. ყველა ცდილობს სანამ მზე ამოვა, გააკეთონ საქმეები, თუმცა შეუძლებელია მერე გარეთ გამოსვლა. ასეთი ცხელი ზაფხული გვაქვს. არ ვიცი, მზე გამოვიდა, როგორ გამომივა მე გადაღება. მზეში ხანდახან არ გამოდის ხოლმე მაინც და მაინც კარგად. საღამოთი კიდე ისეთი დამჭკნარია მცენარეები, განსაკუთრებით ჰორტენზიები, ვარდებსაც უჭირთ. გადასაღები არაფერი აღარ არის ხოლმე. ეს ჩვენი ლეღვი. როგორც იქნა უკვე გამოცოცხლდა, ძალიან გადავჭერით და როგორც იქნა გაიკეთა ტოტები. რამდენად დაისხავს არ ვიცი. არ უჩვენს ლეღვები. აგერ აქვს პატარები. კარგით დავუბრუნდეთ ჩვენს ბაღს, ყვავილებს. დღეისთვის მახარებენ ეს ჰორტენზიები, რა თქმა უნდა, თეთრი გადაპენტილი არის. ამ დროს მომწონს ჰორტენზიები. მე უკვე კი გამწვანებულა, აი ასე მწვანდება. და 2 თუ 3 დღის წინ ვიღებდი. ისეთი თეთრი ქათქათა ყვავილები აქვს და მე ესე რომ მწვანდება, მაინც და მაინც აღარ მომწონს. აი ასეთი თეთრები მომწონს. ეს არის ჰორტენზია ანაბელი. გინდა რომ სულ ამ ბუჩქს უტრიალო გარშემო. ესეთი სასიამოვნო ტკბილი სურნელი აქვს. აგე ფუტკრებიც დასტრიალებენ. გაიშალა ლილეინიკებმა. გუშინ უნდა გადამეღო. ეს არის ხუჭუჭა ლილეინიკი, ყვითელი ფერის. დღეს ისევე ვერ მოხვდა ეს ლილეინიკი კადრში. არა უშავს. ძალიან პრობლემურია, რამდენი წელია აქ მიდგას და ეგ ერთი ბუჩქი არის, არ მრავლდება. განსხვავებით ამ წითელი ლილეინიკისა, რამდენი არის აგერ. და არ არის სურნელოვანი. ყვითელი ლილეინიკი ძალიან სურნელოვანია. ასეთი კომპოზიცია არის. სურდება. ეს ანემონები გამრავლდა შაშამ. ცოტა მქონდა და ახლა კარგია, ესე მოედო. ნაკლები მექნება სარეველა,
ბალახებთან ბრძოლა აქ. დაცხა. თანაც თითქოს უკვე თვალი შევაჩვი ამ სილამაზეს. გაზაფხულზე რომ გიხარია თვითვეული ყვავილის გაყვავება, ისე აღარ ვარ. იშვიათად ხა გამოვდივარ ხოლმე ბაღში. ამიტომ ნელ-ნელა სარეველა ბალახები მოედო ბაღს. ლილიებიც მალე ჩაიყვავილებს. გვასიამოვნეს თავისი ყვავილობით. უკვე ბოლოს უახლოვდება ამათი სილამაზე. ამ ვარდისთვის ვეღარ და ვეღარ მოვიცალე, რომ გადავჭრა. ფოთლებიც უდასაცლელი აქვს. სინერასტრუმი გადავჭერი. ახლა მომწონს ნელ-ნელა აგერ როგორ გალამაზდა ბუჩქი. მზე როგორ მაწუხებს, თვალებში მაჭყედავს. ესე შემოუტრიალდები. დღეისთვის აი ეს ყვავილები, ერთწლიანი ყვავილები მოედო ბაღს. არ ვგლეჯავ ხოლმე სპეციალურად. ალამაზებს ბაღს, ისეთი სიცარიელი აღარ იქნება. იმიტომ რომ ვარდები ისე მასიურად აღარ ყვავიან. მეორე ტალღისთვის ემზადებიან, ესე წითელი ყლორტები. ეს რაფაელა საერთოდ ჩაიკარგა. ამ ერთწლიან ყვავილებში არ ვიცი. არავინაც არ მომწერა. ნუ თუ არ იცით რა ჰქვია ამ ყვავილს. ინტერნეტშიც რა ვიცი, აბა როგორ უნდა მივანიშნო, მოვძებნო, რომ ეს ყვავილი ვინ არის, რომ გამოვიცნოთ. აი ესეთი წითლები ერთეულები არიან. ძირითადად უფრო ასჭრელებია მოდებული. რა თქმა უნდა, სილამაზია პირველ წვიმამდე. წვიმის მერე ესე ხშირად რო არის ამოსული, ყლორტები აქვს სუსტი და თავს ვერ იჭერს, გაწვევიან ხოლმე. ლიხნისივით, ლიხნისიც მაგხელა ბუჩქებია და თავს ვერ იჭერენ. ეს ვარდი გავს ხალი, ხალი გაყვავებულა. აი ასეთი ძალიან ეკლიანია, ძალიან ძლივს მოვაჭერი ტოტები. აქ ადგილი გავუნთავისუფლე, ჩიპენდეილი მოძლიერდა, იზრდება. აქ ცოტა ჩრდილი არის. ხეგვი დგას. იმედია კიდევ უფრო მოძლიერდება და ამოვა აქ მაღლა. შეავსებს ამ სიცარიელეს. აბრახამდები ჯერჯერობით ისვენებს. ერთი ყვავილი აქვს უკვე მზად, რომ გაყვავდეს.
ასეთი სიჭრელი არის. ესე იგი არ მოშიშულდა ბაღი, ვარდებმა რომ ჩაიყვავილებს. ეხლა შროშანებიც უკვე ჩაიყვავილებს აღარ იქნება. ამ ადგილას კი, მაგ შროშანების ადგილას აი ეს აყვავდება, ეს არის ყვითელი ხუჭუჭა შროშანა, ძალიან სურნელოვანი. ესეც მოსაჭრელია. ერთწლიანი ყვავილები ვარდებს შორის მაინც კარგი არის. ვარდები რომ არ არის, ბაღმა რომ არ მოიწყინოს, თვალმა არ მოიწყინოს, რაღაც უნდა იყოს დარგული ბაღში. Golden celebration მაგაიგეთა. ვერ მივალ ახლოს, იმიტომ რომ აი რამდენი ყვავილები ამოვიდა. ბილიკებზე დავტოვე, არა უშავს. ლილიები, შროშანები სულ გახუნდა მზეზე. რა თქმა უნდა გახუნდება, ესე იგი შეუძლებელია გარეთ გამოსვლა. ეხლა 9 საათზე უკვე დაცხა. 6 საათამდე 6-ს კი ცხელა, 7 საათამდე სახლში უნდა იყო. ცოტა აგრილდეს და გამოხვიდე გარეთ, რაღაც გააკეთო. ეს ვარდებიც დაიწვა. აი ასეთი საერთო ხედი გვაქვს. მგონი ხელოსნებიც მოვიდნენ, გზას აკეთებენ, დაქოქეს თავისი ტექნიკა. ქვევით ალბათ ვეღარ ჩავართ უკვე იმ ბაღში. ხმაური იქნება ტექნიკის. ეს ვარდის გადავჭერი. მოკლედ გაიგეთა უკვე ერთეული ყვავილები. კარგით, მაშინ აქ დავტრიალდები. თვითონ მხარეს გაჩვენებთ, რადგან დავიწყე გადაღება. ეს ჩვენი ვენახი. კარგად ასხია წერს. ახალგაზრდა ვენახი. ჩემი პოპკორნი. ბევრი სიცარიელი არის და ჩავამატე. არ კი ვიცი ხა როდის ამოვა. კარგი წვიმა უნდა. მე აქ რა თქმა უნდა რწყავს ვერ დავუწევ. მაგრამ როდის იქნება წვიმა? ადრე წვიმები იყო, ვაიმე. ამდენი წვიმები დალპა ყველაფერი. ახლა შევცქერით ცას, როდის მოიღოვლება, რომ წვიმა მოვიდეს. აი როგორ არის დამწვარი მზეზე. მიუხედავად იმისა, რომ ხის ქვეშა ადგას ეს ვარდი, მაინც იწვება მზეზე. მწვანე ვარდი. ისე გაჭიანურდა ამ გზის გაკეთება, რამდენი ხანი აკეთებენ. ბოლო არ უჩანს. ასფალტი უნდა გაგვიგეთონ და ვეღარ და ვეღარ. იმედია მოაბავენ თავს. ეს მეუღლემ რომ გათიბა, ბალახი აქ დავყარე.
კალენდულები მოედო ძალიან. იყოს ჯობია კალენდულები იყოს ვიდრე სარეველა ბალახები. კარგით, აბა ამით დავასრულებ მე ვიდეოს დღეისთვის, იმიტომ რომ ძალიან ახმაურდა ჩვენი ქუჩა. ზევით წავიდა ტრაქტორი, იქნება აღარ დაბრუნდეს და გავაგზელებ მერე ყველას წავალ. და მაშინ ამით დაგემშვიდობებით. ყველათ არის ჩრდილში და მასად გამოიყურება გადაურჩა ამ ჩვენს მზეს. სისველი არის, გუშინ უკვე წვეთოვანი ჩავთე. ეთერი გამემქონდა ჩართული წიწაკებთან. გაჩვენებთ. მოიწყა რეჰანი, წიწაკები. კიტრიც უკვე არის რამხელა გაიზარდა. ვკრეფავთ, კიტრის მოსავალი უკვე მაქვს. პომიდორები ჯერ ადრია. ეს ჩემი ხახვი. ნახეთ გუშინ, ესე იგი ვიჯექი, ვმარგლავდი. საჟინელება არის რა, ეს ბალახი სარეველა მოდებული არის ძალიან. თითქმის გავანთავისუფლე. აქაც დარჩა აქ კიდე. მგონი წავიდა ტრაქტორი. მოდით მაშინ ქვევით წავიდეთ, გავისეირნოთ ქვევითა ბაღში. ეს არის ჰორტენზიები მიწელჩატე. იკეთებს უკვე ყვავილებს. ქართულად არ ვიცი. აი ესენ არის შირაგალისნე, მსხვილფოთლოვანი ჰორტენზიები. საერთოდ სამი სახეობა არის ჰორტენზიების. ის პირველი რომ გაჩვენეთ, ანაბელი, ის არის დრევა ვიდნაია, ეს არის მსხვილფოთლოვანი, ძირითადად დასავლეთში, ბათუმში სულ ეს მსხვილფოთლოვანი ჰორტენზიებია. ამაზე ყვავის რიცხვი. დავუბრუნდეთ ჰორტენზიებს. ამ მსხვილფოთლოვან ჰორტენზიებს უყვართ სინესტე, ჩრდილი. ხსრული ჩრდილი არა, მაგრამ ახლა აი ამ ჰორტენზიასაც გიყვებით ხოლმე. შუადღეს მერე ადგება მზე და საღამოთი ისეთი საცოდავად გამოიყურება. სადღა გადავგა არ ვიცი, თან დიდი სამბით გავამრავლე. ფისუნია, სად უნდა დავდგა. რამოდენიმე დღის წინ ზურა შევარდნაძესაც ჰქონდა დადებული, როგორ მრავლდება ჰორტენზიები. თუ გაინტერესებთ, მასთან ნახეთ. ადვილად მრავლდება. გერ შედეგიც დაინახეთ, რამდენი მყავს ნახარები. უფრო ინტერესის გულისთვის ჩავკალმე, მაინტერესებდა. და იხარა. იცით რა არის სასაცილო, რომელიც მინდოდა განსაკუთრებულად რომ ეხარა, მეზობელს ვთხოვე,
წითელი ჰორტენზია ჰქონდა. ზუსტად იმან არ იხარა. უпроსტად როგორ არა ქათმები იყვნენ შესულები და მაინც ეტყობა ის ნახარი კალმები ამომიჩიჩქნეს და ამიტომ არა მაქვს დღეისთვის ის წითელი ჰორტენზია. ხა მეორედ რა თქმა უნდა მე ვეღარ მივალ, ვერ ვთხოვ. თუმცა ერთი ნახარები, ეს ვარდისფერი ჰორტენზია შევპირდი, შემოდგომით ამოვიღებ და მივცემ დიდი სიამოვნებით. ამ ჰორტენზიების ლაპარაკში ნელ-ნელა ჩამოვიარეთ უკვე თითქმის ნახევარი როზარიუმი გამოვიარეთ. უпроსტად ახლა უკვე ეს რაღა როზარიუმია ბაღი, იმიტომ რომ ვარდების გარდა აქ შროშანებიც არის, ზაფრანების, ჩემი ჩრდილი. ეს უკვე მეორე ტალღა. ძალიან სურნელოვანი ვარდია, შავი ვარდი. იმ სიმაღლე ყლორტები ჰქონდა დავაჭერი უკვე, გერამხელა ტოტიც ჰქონდა შეყენებული. პოჩაღობს. აქეთ ჩრდილია. მზე იმდენად არ შეგვაწუხებს. აქ უფრო გვახარებს შროშანები ჯერ კიდევ. ნონა აგერ რამხელა ტოტი აქვს ამოტანილი. ეს შაშან ნონა ესე არ ყვაოდა. თითო ტოტზე თითო ყვავილი ჰქონდა და ახლა აი ასეთი ბუჩქები გაიგეთა. ხა მე ამას აი ეს დაბლა ძირში გადავჭრი. რა თმინდა ამ სიგრძე ყლორტები ნახეთ. ახალი გაყვავებული შროშანა. ეს კი უკვე გახუნებული მზეზე. ნელა ჩამოვედით ბოლოში. აქ ვარდები კიდევ მახარები. ისე არ არის მოშიშვლებული, როგორც ზევით. წითელი შროშანა ბოლო. მალე ესეც ჩაიყვავილეს რა და რამდენი ხანია ყვავის, იმიტომ რომ ბევრი ყვავილები ჰქონდა. ახლა უკვე მომავალწეს გაგვახარებენ ეს შროშანები. ესეთია საერთო ხედი. ფლორენტინამაც ჩაიყვავილა. მაგრამ უკვე ახალი ტოტები ამოაქვს, ძალიან მძლავრი ვარდია. რამხელა ბუჩქია. მომავალწეს ნამდვილად შეავსებს ეს აქაურობას. ლილეინიკები უნდა მეჩვენებინა. ლილეინიკები ყვავის აქ კარგად. აქ ისეთი სიმყუდროვია. აი ამ ხეების ქვეშ.
ნაგვის ბუდე არის, მაგრამ რომ ყვაოდა როგორი სურნელი იდგა. ახლა ჩრდილი გვაქვს. აი, ეს ჩემი წითელი ლილეინიკები. კიდევ ერთი ბუჩქი. აი ეს რამდენი გამრავლდა, ამდენი ყვავის და ის ყვითელი ლილეინიკი ხუჭუჭა ძალიან პრობლემურია. ისე არ მრავლდება, რომ სადმე გადავრგა. ამით დაგემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახოთ, რა ვიცი, აბა ახალი არაფერი არ უნდა გაყვავდეს ეზოში, არაფერს აღარ ველი. როდის ჩავთავ და გადავიღებ შემდეგ ვიდეოს, რომელი ყვავილი მომანდომებს, რომ გაგიზიაროთ. ეგ სილამაზე არ ვიცი, ვერ გეტყვით. ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ.